ეს სისტემატურად ვამხედი რუსთავი ორს, რომელიც საშინელება არის და დღეს სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიად ითვლება. ყველაფერი მოდის იქიდან და კიდე ცდილობენ ისე რომ მოახდინონ საქართველოში გადატრიალება. ეხლა იგეგმება კიდე ვაფრთხილებ ირაკლი ღარიბაშვილს, ბიზინა ივანიშვილს, რომ სულ მალე მოკლავს სააკაშვილი თავის ერთ-ერთ ლიდერს ნაციონალურ მოძრაობაში, რომ დააბრალოს ახალ ხელისუფლებას. ეს აუცილებლად მოხდება, დაგეგმილი აქვს სააკაშვილს, მე არ ვიცი რომელი იქნება ერთ-ერთი ლიდერი საუფლებას მოკლავენ და ამის იმედი აქვს, რომ ამის შემდეგ, როგორც ჩვენ ვიღაცა მოგვიკალი ნაცმოძრაობის ლიდერი და დაიწყება იმათ უნდა რომ დაიწყოს გამოსვლა. ამიტომ არის სააკაშვილი დღე და ღამე იმას ამბობს, რომ გაზაფხულზე აუცილებლად ჩამოვა. როგორ ჩამოვა? თუ ეხლავე არ მიიღეს ზომები, ეს ისეთ რაღაცას გააკეთებს. ისეთი სულიწმნის ღობელია, ისეთი სისხლის ღვრელია, რომ ამისთვის არაფერი არ ასო, ამისი არის პირადობა, რომ პირადად იყოს რაღაც მანიაკი არის. წარმოიდგინეთ, ეხლა რა მოხდა 2008 წელს, კაცო. რატომ დაიწყო ომი, კაცო? რატომ დაიწყო გეკითხებით რა? იმდენი უძახა სააკაშვილმა იმა პუტინს, ლილიპუტა, კონდრის კაცი, ეს იყო პირადი რაღაცა შეურაცხყოფა, კაცო. არა, თან საინტერესო რა არის, ომი დაიწყო, ყველა მიცის, სამწუხაროდ ამ ომზეც არ არის რეალური ინფორმაცია. აგერ გამოვიდა თვითონ სააკაშვილის ყველაზე ახლო მეგობარი სენატორი ჯონ მაკეინი, რომელმაც თვითონ თქვა, რომ ომი დაიწყო სააკაშვილს. თვითონ ამბობს, კაცო, ტელევიზიაში ხო არის თვითონ ომი დაიწყო სააკაშვილს. მე ურძანე რომ დაეწყო დაბომბვაო. წარმოიდგინეთ ეს რომ გააღიზიანებს რომელი ესე იგი დიდი ქვეყნის სოფლიოს დიდი ქვეყნის ლიდერები საფრანგეთის ამერიკისა ესპანეთისა თუ ვინც კიდე იყოს რომელი ეუბნება პუტინს ლილიპუტა ხარო კონდრის კაცი ხარ და კიდე რა ვიცი რას და აი ეს იყო რომ პირადული ინტერესები იყო რომ პუტინმა ეს გააკეთა სააკაშვილი გამოიყენა რუსეთმა როგორც გიჟი და კიდე უნდა ამას მოსვლა ეხლა